ზაქარი როჭიკაშვილის გასტროენტეროლოგიური კლინიკა ესკულაპის მთელი მედპერსონალი გისურვებთ ჯანმრთელობას. თქვენ ჯანმრთელობაზე იზრუნავს ასევე ქალბატონი მაია ცერაძე, დღევანდელი ჩვენი სტუმარი, ექიმი, გასტროენტეროლოგი. ქალბატონი მაია და მე დღეს ვისაუბრებთ თქვენთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე. ქალბატონო მაია, მადლობა მინდა მოგახსენოთ იმისთვის, რომ დაგდახდით ინტერვიუს ჩაწერაზე. შეგახსენებთ, რომ ჩვენი კლინიკა მდებარეობს ქალაქ თბილისში, ყოფილ საბურთალოს ქუჩაზე, სულხან-ცინცაძის 73 ნომერში. ეს არის ზაქარია როჭიკაშვილის გასტროენტეროლოგიური კლინიკა ესკულაპი. ქალბატონო მაიკო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მინდა დღეს ვისაუბრო პრობლემაზე, რომელიც ჩვენი სტუდენტობის დროს არც ისე მნიშვნელოვან დაავადებად ისწავლებოდა და თითქოს არც კი ვიცოდით რა იყო. ეს არის ცელიაკია, ეს არის მე არ ვიტყოდი რომ მარტო ან დაავადება ან რამე ესეთი, ეს არის უფრო სოციალური მოვლენა, იმიტომ რომ აზარალებს არა მარტო ადამიანს, არამედ მის გარემოცვალსაც, ვინაიდან საკმაოდ ისეთი მატერიალურ ასე ვთქვათ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, ეს არის პრობლემა, რომელსაც უფრო მართვა ჭირდება ვიდრე მკურნალობა. ძალიან საინტერესო იქნება თქვენგან გასტროენტეროლოგისაგან მოისმინოთ ჩვენმა პაციენტებმა, იმიტომ რომ უამრავი მითი ლეგენდა დადის ამ დაავადების გარშემო და მინდა გითხრათ, ჩვენ Facebook პეიჯზე სამწუხაროდ ამბობთ და სულ უფრო და უფრო ხშირად ხედავთ ხოლმე მოწერილს, რომ აი რა არის ცელიაკია. თან არა მარტო დიაგნოსტირებული შემთხვევები, არამედ როცა პაციენტები თვითონ ფიქრობენ, რომ ხო არა აქვს ცელიაკია, იმიტომ რომ რაღაცა ნიშნებით, რაც ტელევიზორში მოусმენია, სოციალურ ქსელებში ითავისებს, ასე ვთქვათ. მოდი გითხარით, რა არის ცელიაკია, რას წარმოადგენს ეს დაავადება, როგორია ზოგადად მისი მექანიზმი, ყველაფერი თუ შეიძლება ცოტა უფრო ადამიანურ ენაზე აღიხსნათ ამავე დროს, ვინაიდან ჩვენი მაყურებლები არ არიან ექიმები. ქალბატონი მაია პირველად არის ჩვენს ეთერში და მინდა ეს თხოვნა გავუკეთო, იმიტომ რომ გასტროენტეროლოგია პროფესიონალი, რა თქმა უნდა, მისგან ბევრად უფრო რთულადაც შეიძლება და მეცნიერულ ენაზე ამის მოსმენა. შესაძლებელი რა არის ქალბატონი მაია? მოგესალმებით კიდევ მადლობა. მადლობა მოწვევისთვის. ესე იგი, ცელიაკია ეს არის სისტემური ავტოიმუნური დაავადება, რომელიც ვითარდება გლუტენის აუტანობის შედეგად. ახლა რა არის გლუტენი? გლუტენი ეს არის პეპტიდური ცილა, რომელიც შედის სხვადასხვა მარცვლეული კულტურის შემადგენლობაში. ესენია ძირითადად ხორბალი, რომელშიც პროცენტულად ყველაზე მეტი რაოდენობით შედის გლუტენი, არის ქერი, ჭვავი და შვია. აი ამ პროდუქტების მიღების შემდეგ ადამიანი ცელიაკიით დაავადებულ ადამიანს უვითარდება აუტანობა და ძირითადად სამიზნეო გამომცილის არის ნაწლავები. მოგესალმებით, რომ ნაწლავის შიდა ლორწოვანი ზედაპირი შედგება ხავებისგან. ეს ხავები საჭიროა იმისათვის, რომ შემწოვი ზედაპირი გაიზარდოს ნაწლავებს და შესაბამისად აი ამ ნაწლავების ხავებზე მოქმედებს აზიანებს ცილა გლუტენი. ისინი ფორმას კარგავენ, ნაწლავი ფაქტიურად ანთებით პროცესი მიმდინარეობს ნაწლავში, ამიტომ ვეღარ ხდება შეწოვა საჭირო პროდუქტების, საჭირო ნივთიერებების, ნუტრიენტების და ვითარდება და ეს გადამუშავებელი საკვები პირდაპირ გამოდის, ასე ვთქვათ, შეწოვის გარეშე. აი ხო, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ დღესდღეობით ყოველი 100 მოსახლიდან ერთს აქვს ცელიაკია, თუმცა აქედან 10-დან 8 შეიძლება დიაგნოზის გარეშე იყოს. ანუ ადამიანი შეიძლება ცხოვრების მთელი ცხოვრება, ესე რომ მხოლოდ რაღაც სისტემურად კურნალობდეს, რაღაც არ იცოდეს და უბრალოდ შემთხვევით აღმოაჩინოს, რომ მას აქვს ცელიაკია. ცელიაკია ბავშვობის ასე მოძრაობის ასაკში ვითარდება. ბავშვი იწყებს თუ არა ხდებას, ძირითადად არის 6-დან 24 თვის ჩათვლით, ასე ვთქვათ, აღმოჩენა ბავშვებში, ანუ როდესაც ბავშვის კვების რაციონში შევა თუ არა ეს ხორბალი ან მისგან დამზადებული ნებისმიერი ფაფა თუ რა ვიცი ბურღულები, რასაც იღებს ბავშვი, შეიძლება მიღებიდანვე რამოდენიმე წუთში განვითარდეს ესეთი მოვლენები, როგორც არის ფაღარათი, ანუ ეს არის ძირითადი გამოვლინება ცელიაკიის. შემდეგ შებერილობა, მუდმივი მუცლის ტკივილი, ღებინება, სხვადასხვა 5-დან 10% შეიძლება აბსოლუტურად განვითარდეს, ესეც არის ასეთი გამომაკვეთი შემთხვევა. ნუ შემდგომ მას ეტაპობრივად მოყვება მას შემდგომ ვისაუბრეთ, მაგრამ ძირითადად ბავშვებში არის ფაღარათი და შესაბამისად წონის დეფიციტი. თქვენ აი ხავზე რომ საუბრობთ, ჩალერთის სახით გავაკეთებ, ნაზლავის ხავის მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო, მე მახსოვს სტუდენტობის დროს როგორ აგვიხსნა ლექტორმა.
ესეთი პატარა 10 კვადრატული სანტიმეტრი რო წარმოიდგინოთ ფართი, სწორი ზედაპირი ქსოვილი და პირსახოცის ქსოვილი, რომელთაც ვიმშრალეთ. რატომ ვარჩევთ პირსახოცს? იმიტომ რომ ეს ხაო ზუსტად განაპირობებს შემხების ზედაპირის დასა და მართლა რო არ ვიხსნა, რამდენად იზრდება შემხების ზედაპირი აი ხაოზე მოძრაობის მიხედვით, თვალნათელი გახდა რამხელა მნიშვნელობა აქვს ნაწლავში აი ამ წვრილ ხაოებს, რომლებიც ფაქტიურად განაპირობებენ ძალიან დიდი ზედაპირის არც მიუხედავად იმისა, რომ ნაწლავი ისედაც საკმაოდ დიდია ადამიანის ორგანიზმში, ხო, ძელი და ესეთი. კი ბატონო, ქალბატონო მაია, კიდევ ერთი კითხვა მაქვს. ძალიან ხშირად ერევათ ხოლმე ცელიაკია, გლუტენის აუტალობა, მეცაც გეტყვით ალერგიებიც კი არსებობს, რომლებიც და კი მესმის რომ ყველა მათგანი საჭიროებს რაღაც მსგავსი მიდგომას, თუმცა არაერთნაირ, რა თქმა უნდა, რომელიც აი ამ პროდუქტის შეზღუდვას ნიშნავს და ამოღებას მენიუდან. მაგრამ მაინც რა არის ცელიაკია, რა არის გლუტენის აუტალობა, ალერგია, იმის მიხედვით, რომელი მათგანი დიაგნოსტირდება, იქით იცვლება ხო მართალია ალერგოლოგის კომპეტენცია არის ალერგიების კუნალობა. დანარჩენი უკვე გასტროენტეროლოგთან მოდის ხოლმე. ახლა ერთი უნდა გავითავსოთ, ცელიაკია ეს არ არის ალერგია. აი ხორბლის ალერგიას და საერთოდ იქნებსაც კი ერევათ, აუტალობა ალერგია ძალიან ხშირად მინახავს, არა მარტო საუბრისას, არამედ აი დიაგნოზებში ცემაში ალერგიები და აუტალობები ძალიან ესეთი კი ბატონო, რთული განსამიძლია ზოგჯერ ზოგისთვის ხოსო. ზოგადად დღესდღეობით უკვე მე მგონი უკვე რა თქმა უნდა, აი როდესაც ხორბლის ალერგია აქვს ადამიანს, არა მარტო ხორბლის ხმისგან დამზადებული ნებისმიერი პროდუქტი, მათ შორის ფაფები იქნება, ღულეული, პურფუნთუშეული, ორცხობილები, ნაყენი, რა ვიცი, ყველაფერი, მათ შორის კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც ვიტამინზეა დამზადებული, ისინი აუცილებლად შეიცავენ ხორბლის პროდუქტებს და ამიტომ და თუ კი ადამიანს დადგენილებს ხორბლის ალერგია, მაშინ უნდა მოერიდოს მხოლოდ ხორბლის პროდუქტებს და აქ ხა ჭვავი და ქათო არაფერს არ არის. გლუტენი ბევრად შეიძლება და სიმპტომატიკა სხვანაირია ხო მართლა? კი, სიმპტომები როგორც ალერგიული რეაქცია, ასეთი გამოვლენ ხორბლის პროდუქტის მიღების შემდეგ. ამიტომ მითი არის ესეც, რომ გლუტენი თითქოს ყველასთვის საზიანოა, არა, პირიქით შეიძლება რამე ახსენეთ, იმიტომ რომ პროპაგანდა მიდის ძალიან სერიოზული გლუტენის ასეთ მავნეობაზე და ყველა პროდუქტიდან მithოვენ ამოღებას. მით უმეტეს ანალიზები იმდენად გაფართოვდა დღეს ეს კვლევები, რომ ძალიან ესეთი ადვილად შესაძლებელია გამიჩნდა იმუნურის მითმიდის პრობლემით თუ დაუშვათ აქედან გამომდინარე დიაგნოსტირება უფრო ზუსტად ხდება და თქვენ ძალიან კარგი რამე ახსენეთ, აი საკვები, რომლებიც შეფარულად შეიცავენ გლუტენს და ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ. აი თვითონ გლუტენი თქვენ კი გამგვიმართეთ თავიდან და წარმოადგენს, მაგრამ რა წარმოადგენს ის ბიოქიმიური თვალსაზრისით და რატომ არის ადამიანისთვის ამდენად საშიში ეს გლუტენი? ჩვენ ცოტა ხნის წინ არც კი გვესმოდა რა იყო და არც კი ვიცოდით. დღესდღეობით აი პირდაპირ სწორებაა, თქვენ ძალიან კარგი რამე თქვით. გლუტენი როგორც მავნე პროდუქტი. ერთმნიშვნელოვნად ესე მოიაზრებს ხალხი და არის ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ არც აუტალობა, არც ცელიაკია, მაგრამ აი გლუტენის საკვების უპირატესობას ანიჭებენ. რაღაც ისეთი ქოლესტერინის ისტორია მოხსენდება, ხო? იქაც ესეთი ეტაპი გაიარა მედიცინა. რაც წარმოადგენს თავად გლუტენი და რატომ არის ესეთი? გლუტენი არის რთული პეპტიდური ცილა. და ეს უკვე გამარტეთ რომ ის აზიანებს ნატურას და ადამიანის ორგანიზმის იმუნურ სისტემას გლუტენის ერთ-ერთ ფრაქციაზე ამ პეპტიდის უვითარდება ალერგიული განწყობა და სწორედაც გლუტენის მოხვედრა ორგანიზმში იწვევს უარყოფით რეაქციას. მთელი კასკადი მიწვევს ეს რეაქცია. ადამიანის იმუნური სისტემა ერთვება და ცდილობს რომ ეს რაღაცა ყველა მხრიდან შეუტიოს, ასე თქვა და პირველი სამი ხნე ორგანო მაინც ნაწლავია, თუმცა შემდგომ უკვე ვითარდება და ჩართება ძალიან ბევრი ორგანო. ამაზე შემდგომ თუ უნდა ვისაუბროთ, რომ ძალიან ბევრი კომბინაციაში არ პარალელურად შესაძლებელია ცელიაკია განვითარდეს და მიხავაც შეუძლია ვისაუბროთ, რომ ანუ ადამიანი თუ კი დაუნის სინდრომი აქვს ადამიანს ცელიაკიაზე, იმიტომ რომ კომბინაცია შესული დაავადება მიმდინარეობს, ხო? პირველ რიგში ვთქვათ, რომ გენეტიკური დაავადება არის და ამიტომ ცელიაკია თვითონ თავად სიტყვას ასე განიმარტებოდა მუსლთან დაკავშირებული დაავადებები იყო, ხა თქვენ ძალიან კარგი რამე ახსენეთ, რომ ცელიაკია შესაძლებელია სხვადასხვა სიმპტომითაც გამოვლინდეს, არა მარტო კუჭრაზლავის ხვით და ძალიან ხშირად ზოგიერთ გენეტიკურ ქრომოსომულ დაავადებას თან შეიძლება ახლდეს ცელიაკია.
გენეტიკურად დეტერმინირებულია და ხშირად ხოლმე იქნება, როდესაც ეჭვიათ ცელიაკიას, სანამ რა თქმა უნდა ანალიზებს ვაკეთებთ ეკითხებით ანამნეზი როგორია და მისი წინაპრები იყვნენ თუ არა რაიმე გასტროენტეროლოგიური პრობლემით და ამას განსაკუთრებით ყოველს უკვე როცა ამაზე გადადის საუბარი, ყოველთვის ექიმი უკვე ეძებს ცოტა უფრო სხვა დიაგნოზს, აი როცა პაციენტი მოდის დავუშვათ ქრონიკული დიარეით ან რაღაც ასეთი, ხო? აქედან გამომდინარე გენეტიკური ფაქტორი დიდ როლს თამაშობს, მაგრამ ეს უკვე ცოტა მოგვიანებით როცა მე რეგულარულად იწყებთ, მე დასტურდება, თორემ მანამდე პაციენტი გიყვება თუ იცით რაღაცა ბაბუასაც აწუხებდა ან წინაპრებში რაღაცას ასახელებთ. მაგრამ არის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მომენტი, აი თქვენ მინდა ისიც თქვათ, რომ არის ზოგიერთი დაავადება, რომლებთანაც ერთად ხშირად ვლინდება უფრო მაგალითად დაუნის სინდრომი. კი, დაუნის სინდრომი 21 ქრომოსომის ტრისომია, მასთან ერთად კომბინაციაში ხშირად ვლინდება. ხშირად ვლინდება ასევე პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს, ავტოიმუნური თიროიდიტი, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია საქართველოში. კიდევ რევმატოიდული ართრიტების დროს, აი ამ დაავადების დროს კიდევ სისტემური წითელი მგლურა. აი მოკლედ ამ დაავადების დროს ძალიან ხშირად კომბინირებულად ვლინდება ცელიაკიაც, ამიტომ აუცილებელიც არის რომ შევამოწმოთ პაციენტი და რადგან გენეტიკური დაავადებაა ცელიაკია, 10-დან ერთ შემთხვევაში მაინც პირველი რიგის ნათესავებს აუცილებლად ვლინდებათ, ანუ პირველი რიგის ნათესავებია დედა, მამა, და ძმა, შვილი, ხო? ამიტომ საჭიროც არის კვლევა ცელიაკიას. იქ შეიძლება ეს დაავადება მიდის ისეთ დიაგნოსტირებულ არაერთი კი ბატონო, ეს არის ისეთი საინტერესო, იმიტომ ჩვენს ყოლია კლინიკაში არაერთი პაციენტი, რომელსაც საკმაოდ დიდ ასაკში დაუსვა ბატონო ზაქარია ეს დიაგნოზი. რამდენად მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორები, ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ და კიდევ ერთი კითხვა მაქვს ამასთან დაკავშირებით, ან გენეტიკურ ფაქტორებთან დაკავშირებით, რამდენად ხშირია დედმამიშვილებს შორისაც კი წინაპრებთანაც არის და და-ძმა თუ არის ესეთი შემთხვევა, რომ ოჯახური ფორმები იყოს თავში. კი, ძალიან ხშირია, კი ბატონო, ძალიან ხშირია. უბრალოდ იცით რა, შეიძლება ფარულად მიმდინარეობდეს ეს საერთოდ. ან სიმძიმეც განსხვავებული შეიძლება იყოს განსხვავებული, კი ბატონო. ალბათ აქ უკვე ხავს დაზიანება მნიშვნელოვანი როლს თამაშობს. რამდენად მძიმეა და აქ ჩაგეკითხებით ბარემ, ალბათ ასევე რადგან ესეთი თემა წამოვიდა ხავს დაზიანებაზე, ბარემ აიმოთ ესეც ვთქვათ, მნიშვნელობა აქ დაავადების ხანდაზმულობას დიაგნოზის დასმის დროსაც, ხო? კი, აუცილებლად. რაც ადრე იწყება, კი ბატონო, კუნალობა. აქ ვიტყვით, რომ არსებობს ლატენტური ფორმა, ანუ ფარულად მიმდინარე ცელიაკია, როდესაც ხაობი ჯერ კიდევ შენარჩუნებული არ არის სიმპტომებზე ნაწლავი დაზიანებული, მაგრამ ანალიზით ვლინდება ანტისხეულებების მოკვლევისთვის. და პაციენტსაც ის დისკომფორტი აქვს, რომელსაც ვეუბნებით, კი ბატონო. ზოგადად როგორია კლინიკური სიმპტომატიკა ცელიაკიის დროს და ბავშვებსა და მოზრდილებში ვიცი რომ განსხვავებულია მაინც ასე თუ ისე, იმიტომ რომ ზოგი ძალიან მძიმედ მიდის და ძალიან პატარა ასაკში ხდება დიაგნოზი. თქვენ თქვით აი 6 თვიდან და ზოგი ჩვენს გვინახავს ასეთი პაციენტები, რომლებსაც საკმაოდ გვიან მოდის და შეიძლება სხვა დიაგნოზი, სხვათა შორის ყოფილა შემთხვევები, როცა ქრონიკულად კინადეფიციტური ანემიის სინდრომით იყო ადამიანი, რომელსაც მუდმივად აწუხებდა და რაღაცა იგი დისკომფორტსაც აღნიშნავდა, მაგრამ მე აღმოჩნდა, რომ იყო სამკურნალო ცელიაკია და ისახეთი ასე ვთქვათ. როგორია სიმპტომატიკა და არის თუ არა მარტო ნაწლავური გამოვლენა? ასე იგი კლასიკურად ორი ფორმა არსებობს მოკლედ ცელიაკიის. პირველი ის არის კლასიკური ფორმა მისი, რომელიც ვთქვით, რომ უკვე ბავშვობის ასაკიდან ან ბავშვი იწყებს თუ არა ხორბლის და შესაბამისი მარცვლეული კულტურის პროდუქტების მიღებას, ხო, მაშინ შესაძლებელი რამოდენიმე წუთშივე გამithარდეს უკვე ეს გამოვლენა პირველი ფაღარათი, მუდმივი შეფერილობა, ბავშვი ხასიათოდ არის და ამიტომ შობელმა და ექიმმა ყურადღება უნდა მიეტანა აი ამ. ანუ ეს ტირალა ბავშვები როცა ამბობენ აი გაზები აწუხებს ხშირად არის ბავშვის კაპრიზი და თქმა უნდა და ისაჭიროებს დახმარებას. შემდგომ ბავშვის დასთან ერთად აი სკოლამდელ პერიოდში ძალიან დიდ ყურადღებას იწვევს რაღაცა არასტანდარტული მუცელი ბავშვის, ანუ მუცელი არ შეესაბამება პროპორციულად იმ დიდია კი ბატონო, შესაძლოა. და რადგან ბავშვი ვერ ინელებს საკვებს, ანუ მუდმივად შეფერილობა აქვს, სტეატორეა ასეთი ტიპის განავალი აქვს, იმიტომ რომ ფაქტურად მოუნელებელი საკვებია. ცხიმოვანი ჩანართებით, კი ბატონო. შესაბამისად ზრდაში ანუ წონის დეფიციტი აქვს ბავშვს. აი ხო, ჩაგიკითხებით, მაინც ნახეთ, თქვენ ძალიან დიდი შეიძლება იყოს მუცელი, თუმცა წონა შეიძლება იყოს პატარა. მართალია, ბავშვი გამხდარია, მაგრამ გარშემოწერილობა აქვს დიდი მუცელს, კი ბატონო. და წონის ჩამორჩენასთან ერთად შემდგომ ზრდასთან ერთად სკოლის პერიოდში
შესაბამისად ზრდაში ჩამორჩენა და არ შეესაბამება პუბერტატული პერიოდი, ან მოგვიანებითი პუბერტატული პერიოდი, ზრდაში ჩამორჩენა, შემდგომ ერთ-ერთი საყურადღებო ნიშანია კბილის მინანქრის გალევა, ესეც ის არის. შემდგომ სხვადასხვა ორგანო ჩაერთვება, ვლაპარაკობთ იმ შემთხვევაში, თუ დიაგნოზი ჯერ არ არის დასმული. ჩაერთვება იქ სხვადასხვა ორგანო, მათ შორის ნერვული სისტემა, მუდმივად ადინამიურია, დეპრესიულია. აქ ყველაფერს თამაშობს დიდ როლს ის თქვენაც ბრძანეთ სულ თავიდან, რომ აი ნაწლავში შეწოვის პროცესის დარღვევა იგივე კბილებზე რაც ბრძანეთ. იწვევს ყველა ამ სასიცოცხლო მინერალის, ვიტამინის, ყველა ამ სასიცოცხლო ნივთიერების შეწოვის პრობლემას ხომართალია და ის სად რა გამოვლინდება, რომელი ნიშანი უკვე ეს საინტერესო რომ შეიძლება მართლაც აი კარგი სტომატოლოგი ძალიან ხშირად არის ხოლმე პირის უდანვე იწყებს, რომ აი რაღაც პრობლემა აქვს და ეს ბავშვის ის ხშირად უკაცრავად აკვირდა ეს არის უკვე ნაწლავგარი, ანუ ის პირველი კლასიკური ნაწლავში და ასე ვთქვათ, და მეორე ფორმა არის უკვე ნაწლავგარი, ანუ რომელიც უკვე სხვადასხვა ორგანოების და სხვადასხვა შორის არის კიდევ ხო ძალიან ესეთი გავრცელებული რკინადებისწული ანემია, დაუდგენელი გენეზის, რომელსაც კურნალობენ ხანგრძლივად წლების განმავლობაში და ნუ მიზეს ვერ ადგენენ და მაინც უნდა მიიტანოს მოკლედ ჰემატოლოგმა ეჭვი, რომ აქ ხომ არ არის რაღაცა ყოველთვის რკინადებისწული ანემიის დროს თუ რაღაცა ის არის ეძებო თუ და ძალიან ხშირად არის ზუსტად გასტროენტეროლოგის სამკურნალო ასე ვთქვათ ესეთი პაციენტი, როცა ანემიას ხშირად ვერ კურნალობს ჰემატოლოგი და თვითონ იმ პრობლემები შეიძლება შეიქმნას იმ წამლებსაც კი და დღესდღეობით ცოტა ხნის წინ აი ნუტრიციოლოგთან ვებინარზე ვიყავი და იქ აქტიურად განიხილავდნენ ნუტრიციოლოგები მედიკამენტების შემადგენლობაშიც კი შემავალი ნივთიერებები შესაძლებელია იყოს ცელიაკიის და გლუტენის ალერგიის და მით უმეტეს ალერგიის მქონე პაციენტებისთვის ძნელად ასათანი, იმიტომ ის შემავსებლები რაც ემატება, მით უმეტეს ზოგიერთ საკვებდანამატში, რომელშიც შეიძლება თავისთავად იყოს ინგრედიენტის სახით, აი ბევრი დეტალი არის, იმიტომ რომ ზოგისთვის ერთი ნაჭერი პური არ არის ესეთი პრობლემური და ზოგისთვის შეიძლება ტაბლეტი იყოს რაღაცა პრობლემის შემცველი. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია რომ გასტროენტეროლოგმა მართოს პაციენტი და დიაგნოზის დასმის მიუხედავად არ მოხდეს თვითმართვა, ხო მართალია? და საკმაოდ დიდ ასაკამდე არის ხლა ერთი კიდე კითხვა, რომელიც ბარემ აქვე მინდა ვთქვა, ცუდია ის რომ დავადება არ არის განკურნებად, მართალია, მაგრამ არის მართვადი. და ასე შეიძლება გავაერთიანოთ ეს იმ დიდ ოჯახში, როგორც მაგალითად დიაბეტი, რომელსაც ასევე წარმატებით მართავენ ესეთი გასტროენტეროლოგებისთვის არის ცელიაკია, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ძალიან წარმატებით მართავენ, პაციენტმა იცის რა უნდა გააკეთოს და აი ეს მოდუნების საფუძველს არ აძლევს, მშობლებს ხომ მართალია. როგორ ხდება დიაგნოზის დასმა? უამრავი მეთოდები არსებობს, ენდოსკოპია, ბიოპსია, ბიომარკერები, რომლებიც დღესდღეობით არის უკვე ძალიან ისეთი ლაბორატორიული მედიცინა ძალიან წინ წავიდა. რა მნიშვნელობა აქვს თითოეულ მათგანს და თუ შეგვიძლიათ განვიმარტოთ, როგორ სულ დიაგნოზს საერთოდ? მოგახსენებთ კი ბატონო, ასე იგი თავდაპირველი დიაგნოზის დასმა, როდესაც ეჭვი იქნება მეტანილი, ვენური სისხლიდან ხდება ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზა. ეს არის სპეციფიური ანტისხეულების რაოდენობის განსაზღვრება იქნეს, მაგრამ ოქროს სტანდარტი მაინც არის ბიოპსია. თვითონ ლორწოვანი გარსიდან, ესეც მითი არის, რომ გონიათ რაღაც ერთული პროცესი და აი ეს ცოტა დეტალურად შეიძლება. კი ბატონო, მაგალითად ენდოსკოპია. ენდოსკოპია ჩარევას ვაკეთებ. რა არის ბიოპსია? რა ბიოპსია ყოველთვის ასოცირდება ონკოლოგიასთან, ადამიანთან და რაღაცა ძალიან ისეთი არის. ზოგადად ბიოპსია და ეს მომენტი. ენდოსკოპიურად ათვალიერებს ენდოსკოპისტი გამოცდილი. ჯერ ენდოსკოპია საჭიროა და აუცილებელიც არის, იმიტომ რომ დათვალიერდეს ნაწლავი რა დონეზე არის დაზიანებული. ხროვები არის თუ არა დაზიანებული ანთებითი პროცესი რატონეზე და დათვალიერების მომენტში ამ კვლევის პერიოდში იღებს რამოდენიმე ადგილიდან ბიოპსიო მასალას, ბიოპტატი ქვია, რომელსაც მიკროსკოპული კვლევისთვის იყენებენ და შესაბამისად ის უკვე ლაბორატორიაში და რაღაც პერიოდი მოგიწევთ ლოდინი, სანამ მოვა პასუხი, რომელიც იქნება თუ კარგი შემთხვევაში უარყოფით რა თქმა უნდა. და აქვე შესაძლებელია ეს გენეტიკური მარკერებით გამოიყო დღესდღეობით უკვე, რომელიც უკვე გენეტიკურად აკასტურებს დაავადების არსებობას. შესაძლებელია თუ არა ასიმპტომური, ლატენტურად, ფარულად აი ხალხს რო ზუსტად გამიმარტოთ, მიმდინარე ცელიაკი არსებობდეს და რამდენად ხშირად შეიძლება მათი ასე ვთქვათ გამორჩევა, სკრინინგის მიხედვით გამოვლენა უკვე ლაბორატორიული პირის. აი თქვენ თქვით რომ არსებობს ფარული ფორმა. იქიმს მიერ გეჭვი.
რომ არის ანემია, ისა რაღაცა ცელიაკია და აკეთებს ლაბორატორიულ კვლევას. რამდენად რეალურია ლაბორატორიულმა კვლევამ გამოავლინოს დაავადება და როგორი არსებობს თუ არის ეს შემთხვევა, თუნდაც თქვენი პრაქტიკიდან თუ გქონიათ და თუ იცით რა, თუ ექიმს მიაქვს ჩვენ ჩვეულებრივად ანტის სხეულების გამოკვლევის შედეგადაც შესაძლებელია მიუხედავად იმისა, რომ არ არის დაუშვათ ნაწილაკების შეცვლილი სტრუქტურულად და ეს ლორწოვანი ზედაპირი და ხავები არ არის შეცვლილი. ანტის სხეულებმა შესაძლებელია არ მოგცეს დაავადების დიაგნოზი. ამიტომ აი ეს არის სწორედ ფარულად მიმდინარე. ანუ არ შორს წასული შემთხვევა არ არის ჯერ, არის ესეთი ფორმები. ხშირად არის ხოლმე რომ აი მშობელი აღმოაჩენს რომ თვითონ აქვს დაავადება და იწყება მე ძალიან დიდი შიში უკვე შვილებს ეერება, რომელიც შეიძლება ჩვეულებრივად არიან, მაგრამ დედა ნერვიულობს რომ ბავშვს აი ეს ლატენტური და ძალიან კარგია. და ამ შემთხვევაში უკვე ესეთი ანალიზის საშუალებას აძლევს რომ იცოდეს ნამდვილად ყოველგვარი შიშის გარეშე. იმიტომ რომ ნებისმიერი დაავადების თავიდანვე დაწყების რა თქმა უნდა ბევრად ჯობია, ანუ ეს ყურადღება გამოიჩინოს მშობელს. ზედმეტი სიფხიზლე ასე მართალია. დღესდღეობით ცელიაკიის მკურნალობის ოქროს სტანდარტად ჩდება ეგრეთ წოდებული gluten free, ანუ გლუტენი კვება. აი ხო ეს არის ძალიან დიდი და ჩემთვის ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი თემა, იმიტომ რომ მე აი ამ მიმართულებით ძალიან ბევრი საინტერესო რამ შემიძლია თქვა. საქართველოში საბედნიეროდ არის რამდენიმე კომპანია, რომელსაც შემოაქვს ესეთი საქმე, რა თქმა უნდა, დასახელებისგან თავ შევიკავებ, თუმცა პროდუქცია არ არის იაფი და კარგია ის, რომ იმ ადამიანებს, ვისაც გლუტენის აუტანობა ან ცელიაკია აქვს, რაღაცა ასორტიმენტს თავაზობს. და მათ შეუძლიათ პურიც კი მიირთვან, ჩიპსებიც კი მიირთვან და რაღაცა ტკბილებულიც, უბრალოდ ეს არის სპეციალური ქულებისგან დამზადებული. ის რაც დაუშვათ ოჯახურ პირობებში ჩვენ ვერ ვაკეთებთ, იმიტომ რომ ესეთი ქვილი უნდა გქონდეს და ეს უკვე კარგია და გამარტივდა მართვა. წლების წინ ეს უპირატესობა იყო. მაგრამ აი დიასახლის ქალბატონი ხარ რომელიც ის რა შეიძლება ურჩიოთ, რომელი პროდუქტი უნდა ამოიღოს ნიუდან, რომელი უნდა გამოიყენოს, არის ჩანაცვლებაც კიდე დაუშვათ კერსნო შეჭამთ ჭადიჭამეთ და ესეთი თემები, ხო? არის თუ არა ესეთი ჩამონათვალი პროდუქტები, რომლებიც შეგვიძლია ანუ ჩვენ როგორც აღმოჩნდით, ისეთი მარცვლეული უნდა ავირიდოთ თავიდან როგორც არის ხორბალი, ჭვავი, ქერი და შვრია. აი დანარჩენი სიმინდი თავისუფლად შეგვიძლია ლობიო, სხვა ბარდა, სოიო, არკოსნერი, კი ბატონო. ხორციც რა თქმა უნდა. ხორციც, ფრინველის ხორცი, საქონლის ხორცი, თევზეული შეგვიძლია, ხილი. უბრალოდ აქ ერთი მომენტი კიდევ რაც როცა სახლში ვამზადებთ, კარგად გამდინარე წყალში უნდა გაირეცხოს, თუნდაც ეს ლობიოა თუ სიმინდი, იმიტომ რომ შესაძლებელია გვერდით ხორბლის ფქვილი ედოთ და დაუშვათ ის მჭვერი მოხდა, ამიტომ ძალიან დიდი ყურადღება და კარგად უნდა იყოს ეს ყველაფერი დაცული. სამწუხაროდ მცირე რაოდენობაც კი გლუტენის ისე კი ბატონო, და არის კიდე ერთი დეტალი, რაზეც მე ყოველთვის ვამახვილებინებ ყურადღებას. ხორცი თუ ეჭმება პაციენტს და კითხულობენ კატლეტი შემიძლია თუ არა ჭამო. კი ბატონო, მაგრამ ყოველთვის უნდა დაუსუსტოთ, რომ ძალიან ხშირად პროდუქტები შეიცავენ მინარევების სახით სახმარებიან ან პორისკვილი, მარტო ეკეთოთ საფანელი, რომელშიც ამოავალეს პორცხოვლა, ან პორცხოვლა რაღაცა კატლეტი იქნება თუ თუნდაც ქაბაბი თუ ნებისმიერი კერძი შეიძლება შეიცავდეს ესე და ამიტომაც ესე ერთმნიშვნელოვნად რომ დავუშვათ თუნდაც ხორბლის ფქვილი არ გეჭმევათ, მაგრამ თქვენ გეჭმევათ ის ფქვილი, რომელსაც აწერია რომ გლუტენი არ აქვს. აი ეს არის ძალიან დიდი სიფრთხილე და სამწუხაროდ დღესდღეობით ამის ასე ვთქვათ დაბალანსება ძნელია. იგივე სიმინდის ფქვილზე არის პრობლემა, როცა ამბობენ რომ ჭადი და ღომი ეჭმევათ, თუმცა კომერციულად, იმიტომ რომ უფრო თეთრი და ფუფულა გამოვიდეს, ხშირად ხდება ხოლმე დამატება სხვა ფქვილის, კი ბატონო, შემავსებლის სახით, იგივე ჭადში, იგივე თუნდაც ღომში, მანანის ბურბულიდან დაწყებული თეთრი ფქვილის დამატება და ეს პაციენტს უქმნის დისკომფორტს. ამიტომაც ძალიან სამწუხაროა ხო, რესტორანი არ გითითებს ამას ეტიკეტირების დროს კიდევ უფრო მარტივადაა საქმე. იმიტომ რომ მითითებულია და რაღაცა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის მივცეთ რჩევა, რომ საჭირო პროდუქტები როცა არის ეტიკეტირებას მიაღწევს და რა უნდა ნახონ ეტიკეტზე ქალბატონო მარია? უნდა ნახონ, რომ არ იყოს გლუტენი. კი ბატონო, gluten free ინგლისურად შეიძლება ეწეროს და ეს მარკირება არის ის, რაც წვენებას გაქვს. რომ მივთვათ პროდუქტი. თქვენ ძალიან მცირე რაოდენობით მინარევიც და მე ვხედავ ხოლმე რომ ძალიან ხშირად
თანამედროვე გასტროენტეროლოგები მოუწოდებთ, რომ ჭურჭელიც კი თავისი ქონდეთ. არის ესეთი ფორმებიც, რომ ეთყობა ესეთი მინიმალური რაოდენობა წიწვოს მათში. თქვენ წარმოიდგენთ თქვენ ჩვენ კოსმეტიკურ საშუალებებში შედის და მათ შორის კანიდან არ ხდება რა თქმა უნდა, მაგრამ აი ტუჩის საცხი, თავისუფლად შეიძლება ტუჩის საცხიდან გადაზამო. იმდენად აი მცირე რაოდენობაც კი აზიანებს უკვე ორგანიზმს, ამიტომ ძალიან დიდი ყურადღება საჭირო ყველა ნებისმიერ დაცულობა, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კი ბატონო, ეს ძალიან ცნობილია ეს მე თვითონ შევესწავლე ალერგიებთან დაკავშირებით ესეც ცნობილ ალერგოლოგთან, ჩემ მეგობართან ერთად, რომელსაც ყავდა პაციენტი, რომელსაც ჰქონდა ალერგია მამის წვერის, ასე ვთქვათ, ლოსიონზე, წვერის გაპარხვის შემდგომ. მამა მოეფერებოდა თორეს დედამ შენიშნა ბავშვი აყრდდა სახეზე, იწყებდა. ანუ როცა ნივთიერება მავნეა ორგანიზმისთვის, რატომ თქვი ხა ეს ალერგია სხვა შემთხვევა რა თქმა უნდა. ზოგჯერ ეს პატარა დოზაც არის. და თქვენ პომადაზე ძალიან სწორი ძანეთ, იმიტომ რომ პომადას ხალბატონები საკმაოდ დიდი რაოდენობით მიირთმევთ. გინდა არ გინდა, დადგენილიცაა სხვათა შორის რამდენი გრამი უნდა იყოს სიცოცხლის ბოლომდე. ასე რომ პარფიუმერიასაც ამ შემთხვევაში უკვე აქ რაღაც კიდევ სერიოზული დღესდღეობით ეს სტანდარტი ვისაუბრეთ, მაგრამ აი არსებობს თუ არა რამე ალტერნატიული ინოვაციური თერაპიული მეთოდები, იგივე საერთაშორისო დონეზე, მაგალითად ფერმენტები, რომელიც შეიძლება საკვებთან ერთად მიირთვათ, ან რამე ვაქცინები, რამე ბიოლოგიური პრეპარატები, რომლებიც თუ არ გამკუნავენ ცელიაკიიდან შემსუბუქებენ მაინც. კი, როგორ არა, კი ბატონო, ან დიაგნოზის დასკვნის შემთხვევაში და თანდათული უკვე როგორც წამოვისაუბრეთ ნაწილობარი ფორმების დროს, ჩვენ ვექიმები ნიშნავენ ფერმენტებსაც, დავუშვათ კორტიკოსტეროიდებს, ანთების დროს, ვიტამინებს, B ჯგუფის ვიტამინებს, C ვიტამინს, ასევე რკინას, ის აუცილებელია, როდესაც რკინა დეფიციტური არის. ალბათ ამ შემთხვევაში უპირატესობას ანიჭებთ არაინტერალურ მისაღებ პრეპარატებს, არა რომ სათვისმომდებელი პრეპარატი არ გაიარეს ალბათ. და რომელიც ხო და ალბათ მალე მოვა ისე რა, როცა ცელიაკი იმდენად მართლები გახდება, რომ ესეთი ფერმენტული პრეპარატი სრულყოფილი შეძლებათ მიიღონ საკვებთან ერთად. ალბათ მოვა, კი, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში რაც დრო გადის, უფრო ცნობადობაც იზრდება. იგივე ლაქტოზაზე ჩვენ უკვე გავიერთავთ ამბაზე და დღესდღეობით უკვე ბევრი რაღაცა ხდება. ეს ძალიან კარგი და ძალიან იმედის მომცემი რა თქმა უნდა. რამდენად მნიშვნელოვანია დიეტოლოგის ჩართვა? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ზოგადად ცელიაკი დაავადებულსა და დიეტოლოგს შორის უფრო მჭიდრო კავშირი არსებობს, იმიტომ რომ უნდა აცნობიერებს, უნდა გააცნობიეროს, რომ ეს ასაკთან ერთად არ გაივლის, ეს არის სამწუხაროდ მუდმივად მთელი ცხოვრება, როგორც თქვენ თქვით, ეს მთელი ცხოვრება უნდა იყოს უგლუტენო დიეტაზე, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში არ გაივლის, შეიძლება დაბრუნდეს და მცირე რაოდენობა განსაკუთრებით ის ჯგუფია საინტერესო ქალბატონომაი, რომლებიც კვების სპეციალურ რეჟიმზე არიან, ან რელიგიური აკრძალვების გამო არ მიირთმევენ გარკვეულ პროდუქტებს და ან ვეგანიზმი, ვეგეტარიანიზმი, ესეთი კვებითი რაღაც არჩევითი მიმდინარეობის მქონე რეგიონებში განსაკუთრებით რთულია და რა თქმა უნდა საჭიროა ჩართულობა დიეტოლოგის. რა პროდუქტებს უნდა მოერიდოს პაციენტი, გარდა ეხა თქვენ ხორბლის შემცველი ახსენებთ და მოდი შევუნოთ უთხრათ, რომ ეს ფუნთუშეულები. კი, ფუნთუშეული, ორცხობილები, ნაყინი, კეჩუპები სხვათა შორის, რომელიც ძალიან უყვარს მოსახლეობას. რომლებშიც სხვათა შორის აი ეტიკეტირებაზე წაიკეთ ნახოთ რა რაოდენობით არის გლუტენი. ძალიან დიდი რაოდენობით. ისეთ წებოვნობას აძლევს მას და სხვათა შორის აი საოცრებაა, მაგრამ მე ვნახე რომ ზოგიერთი ყველსაც კი უმატებს ყველი, რომელიც არანაირ შემთხვევაში არ შეიცავდეს ცნობილს, ხომართალია, მაგრამ აი რაღაცა შემავსებლის ვარიანტში მაიონეზსაც კი შეიძლება დაემატოს, რაც წესით, რეცეპტურით მათში არ უნდა იყოს, იმიტომ ზეთი და კვერცხია, ხომართალია. მაგრამ ამიტომ აი შემოდგენილობას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს და ყოველთვის უნდა მივაქციოთ ყურადღებას. რა გართულებები და რა გრძელვადიანი რისკები შეიძლება აღმოაჩნდეთ ადამიანის ცელიაკიით? გართულებები ეს იმ შემთხვევაში თუ დაავადებას არ მართავს, ასე ვთქვათ, თუ არ მართავს, არ მართავს, ან დიაგნოზი გვინდას, ან არ მიაქცია, ან არ ითვალისწინებს, ეს სამწუხაროდ არსებობს ესეთი ადამიანი, როცა აქ ჩართება, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ორგანო, როგორც რაღაც თქვით, ნერვული სისტემა. პირველ რიგში ეწევა ადამიანს მუდმივი დახურება, დეპრესია, შესაძლებელია პირიქით შფუცვითი აშლილობაც გამოიწვიოს. გაურკვეველი გენეზის თავის ტკივილი, მუდმივი თავის ტკივილი, რომელიც ხო რაღაც
გარდა ამისა, ეს სტომატოლოგიური პრობლემები, თქვით, მინაგრის გალება, პირის ხილში ლორწოვას წყლულები, სხვადასხვა აფთოზური წყლულები. და დემინერალიზაცია და ვიტამინები თავში მრავალრიცხოვანი გამოვლინებით, ხო მართალია ეს კიდე რა სიმპტომატიკას მისცემს. ისე არის შემთხვევები ალბათ, როდესაც ცელიაკიის დიაგნოსტირების დროს ამატებთ, ხო მართალია ეს პრეპარატებს. როცა შევსება არის საჭირო და როცა პაციენტი ვერ ითვისებს, ალბათ გარედან უნდა მივაწოდოთ, რა თქმა უნდა. დასასრულს ასუჩევდით აი ქართულ კოლეგა ექიმებს ფართო საზოგადოებას. მე მინდა რომ აი გავზარდეთ ერთგვარად ცნობადობა ცელიაკიის შესახებ და გეტყვით რატო. საბედნიეროდ ჩვენ პოპულაციაში არ არის მაღალი თურმე, მაგრამ ისიც ალბათ იმიტომ რომ ჩვენთან არ არის ისეთი ფართო მასშტაბიანი ცელიაკიის კვლევა ჩატარებული და არავინ არ იცის რა გამოვლინდება რომ ჩატარდება. მაგრამ ჩვენ ვართ მე ხშირად ვამბობ ხოლმე ამას ბატონ ზაქარიას მე თანხმება და კიდე გავიმეორებ, ცოტა ნახშირწყლების მოყვარული ქვეყანა ვართ ერთგვარად, ხო მართალია, გარდა იმისა, რომ ხორცი გვიყვარს, პრაქტიკულად მაინც ბევრ ნახშირწყალს მოვყვართ, იმიტომ რომ აი გარეთ გახლავთ, აი ლამაზ ქუჩაზე სულ საცხობებია, რომლებიც ყიდიან თეთრი ტყუილისგან დამზადებულ პროდუქციას და ზოგადად პირველი გვიყვარს ეს. აქედან გამომდინარე, ესეთი დაავადებები, როგორც ცელიაკია, ჩვენნაირ ხალხთან უფრო მძიმედ უნდა მიმდინარეობდეს, თუმცა იშვიათად ხვდებით მაინც ესეთ პრობლემებს და აი მე მგონია, რომ მაინც სტატისტიკა დაგვინდობს, როცა ჩატარდება. მაგრამ კარგი იქნება თუ ცნობადობას გავზდით იმდენად, რომ ის ადამიანები, რომლებიც შეშინებლები არიან და გონიათ, რომ გაგრძელებული ნაწლავის სინდრომის მქონეს, რომ ცელიაკია აქვს, დამშვიდდება და ასევე ის ადამიანები, რომელსაც მართლა აქვს პრობლემა დროულად მოვა და მომართავს. პრობლემა არის ძალიან დიდი, იმიტომ რომ მე დასაწყისში ვთქვი, რომ ეს დაავადება ცოტა წინა თაობებში ისე საფუძვლიანად არის სწავლებოდა, ძალიან განვითარდა ცელიაკიის ცნობადობა დღესდღეობით. და პაციენტები ჩვენთან ოჯახის ექიმის დონეზე იწყებენ მართვას, ეს არის ყველაზე საპასუხისმგებლო რგოლი, პირველი რგოლი და ყველაზე მეტ პაციენტს ისინი ნახულობენ და მათ უნდა დროზე მიხვდნენ მისთან გადმოამის სამართო. რა შეიძლება გავაკეთოთ, როგორი იქნება თქვენი რეკომენდაცია და სწორედ თქვით, რომ აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის და თვითონ ექიმის მჭიდრო კავშირს. ექიმის განსაკუთრებით დიეტოლოგი იქნება თუ გასწორებ თუ ოჯახის ექიმს მიმართავთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ მის ჩართულობას აი სწორედ დიეტის, სწორი რაციონის, კვების რაციონის შედგენას ძალიან მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ პაციენტს რატომღაც უაჯილდება შემდგომში ცხოვრების რიტმი, ასე ვთქვათ, მით უმეტეს ბაზარზე არსებობს ძალიან მრავალფეროვანი საკვები და რატომღაც შედგენილი მენიუთი იმის გაცნობიერებით, რომ ცელიაკია ეს არის, არც ალერგია არ არის, არც მოდური ტენდენცია არ არის, არის მთელი ცხოვრება უნდა იყოს სამწუხაროდ უგლუტენო დიეტა. ერთგვარი ცხოვრების წესი. ცხოვრების წესი, ამიტომ ექიმთან მჭიდრო კავშირით მისი რაღაცნაირად გაცნობიერების სამახლებით შეძლებს, რომ ჩვეულებრივად იცხოვროს, რომ ყოფილა და ვინაიდან აი კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ოჯახის ექიმის სტატუსი ჩვენთან ძალიან მნიშვნელოვანი გოლა, უდიდეს პატივს, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი ნაკადის მოგერიება უწევს ამ ხალხს ბევრი პრობლემის ერთად გავლა, ეს ჩვენ კოვიდ პანდემიის დროსაც ვნახეთ რა გადაიტანა ამ სპეციალურობ საქართველოში და მათ მინდა ვთხოვო, რომ გადმოამისამართო გასტროენტეროლოგებთან, ვინაიდან ცელიაკიის მართლა მარტო გლუტენის ამოღება არ არის. და მართალია ბევრი დეტალია, ბევრი დაზიანება, რომელიც შეიძლება გასასწორებელი იყოს და პრობლემა ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ გასტროენტეროლოგის სამართავია, რა თქმა უნდა, ნუტრიციოლოგთან ერთად და კიდევ ბევრი სხვა სპეციალობის ექიმთან, იგივე სტომატოლოგი თქვენს ბრძანეთ და შეიძლება ნევროლოგიც გახდეს ჩასართავი, მაგრამ მაინც შესაბამისი პროფილი და რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი არის სწორი დიაგნოსტირება, რომ ქალბატონმა მაიამ სამი სხვადასხვა მოვლენა დაავადება ჩამოთვალა, რომელშიც შეიძლება ეს ძალიან ადვილად აირიოს, ასე ვთქვათ, თუმცა დიაგნოსტიკა არა მარტო გლუტენის აუტანობას, არამედ ბევრ სხვა დაავადებასაც მოიცავს, იგივე გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის ხშირად. აქედან გამომდინარე, პირველი ალბათ მაინც პაციენტის მომართვისთანავე მე გასტროენტეროლოგთან გადმომისამართებაა, რომ თქვენ უკვე სწორი ასე ვთქვათ დიაგნოზი დასვა.
და კიდე ერთი კითხვა ქალბატონო მაია კიდე ერთი კითხვა რა ისეთი რეკომენდაციები და საზოგადოებას შეუძლია გააკეთოს აი ყველაფერი ამ იმის მიღმა რაც გითხარით მე განსაკუთრებით მატარებელს პატარა თაობა დღესდღეობით წამოვიდა საუბარი სახელმწიფო აპირებს თავის თავზე აიღოს ბავშვთა კომპოსტოლებში ეს კარგი ინიციატივა იქნება ალბათ მაგრამ ალბათ ბავშვების განათლება ძალიან სერიოზული პრობლემა იქნება იმიტომ რომ სკოლაში იქნება კი ამის საშუალება რომ მათ სპეციფიკობა ჰქონდეთ ალბათ ვერა ალბათ ვერა თუმცა იმედი მქონიათ იცით რა არის ბავშვები აი სხვადასხვა შორის პედიატრების გამიცი მეგობრებმა პედიატრები ან ბავშვები უფრო კარგად აცნობიერებენ მართლა უფრო მარტივად უჭერთ უფრო უმარტივდებათ მიღება იმის რომ მათ აქვთ ეს დაავადება და არ ეჭმევათ ეს უფრო მარტივად ვიდრე ადამიანი მოგვიანებით ანუ დასულ პერიოდში როდესაც გაიგებს იმას უფრო უჭერს დიეტის დაცვა ამიტომ რაღაცნაირად ალბათ მშობელი გაუმზადებს წაიღებს არ ექნება იმის მორიდება დაუშვათ რომ კლასელებთან თქვას რომ ეს არ მეჭმება იმას გათავისებ კი და ჩვენც ალბათ საზოგადოება უნდა მოვაგზავნოთ სხვა ბავშვები ჯანმრთელი ბავშვები რომ მიიღონ იმიტომ რომ სხვადასხვანაირი არსებობს საზოგადოება და ბავშვებს არ უნდა ჰქონდეთ ესეთი დაცემის სამყარო ეს არის მნიშვნელოვანია ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ქალბატონო მაია ჩვენ გადაცემაში მონაწილეობის მიღებისთვის იმედს ვიტოვებთ რომ კიდე გავაგრძელებთ ესეთ საინტერესო საუბრებს აუცილებლად თქვენ დღეს ძალიან მნიშვნელოვან პრობლემაზე ვისაუბრეთ მე სულ ამბობ ეს არა მარტო დაავადება არამედ სოციალური პრობლემაცია იმიტომ რომ არ ვარ ჯერ ესე მსათა ესეთი კვების თვალსაზრისითაც და მე მიხარია რომ ემატება კომპანიები რომლებსაც შემოაქვთ ის სპეციფიკობა საქართველოში რომელიც ამ ხალხს უმსუბუქებს მდგომარეობას მინდა მოგახსენოთ რომ ჩვენი გადაცემა ესკულაპი ტრადიციულად გადის 4 შაბათს, ტრადიციულად 20 საათზე ტელეკომპანია PKTV-ის ეთერში, განმეორებით ნახვა შეგიძლიათ 5 შაბათს დღის პირველ ნახევარში, ან იმავე კვირის შაბათს ან კვირას. ეთერში გასვლის მერე გადაცემა აითვირთება ტელეკომპანია PKTV-ის YouTube გვერდზე, იქაც შეგიძლიათ დადოთ თქვენი კომენტარები, მოგწერეთ თქვენი კითხვები, თქვენი რეკომენდაციები, თქვენი სურვილები, ჩვენ შეძლებს და გვარად ვაგვარებთ, ვაგროვებთ ამ ინფორმაციას ჩვენ ტელეკომპანიაში და ისიც ძალიან საინტერესო გადაცემათა ციკლი გვაქვს, რომელშიც საუბრობთ ხოლმე პაციენტებისგან მოწერილ კითხვებზე, ჯამურად ვაჯვარებთ, თვეში ერთხელ გადის დაახლოებით ეს გადაცემა, თვის ბოლოს ჩვეულებრივ, ასევე თქვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვან სამედიცინო პრობლემებზე ინტერვიუს სახით საუბრობთ ხოლმე სამედიცინო გადაცემაში შეკითხვები ექიმს, ასე რომ მოგწერეთ თქვენი სურვილებიც, თქვენი კითხვებიც და ქალბატონ მაიასთან მე მგონი მომდევნო გადაცემის თემად შეგვიძლია უკვე მაყურებელთა სურვილის მიხედვით შევარჩიოთ. დიდი მადლობა ქალბატონ მაია, კარგად ზამთრობთ. ნახვამდის. ზამთრობას გისურვებთ.